მის გვერდში კამპანია ეს შენ გეხებამ პრესკონფერენცია გამართა პრესკონფერენციის დეტალებით ჩვენ ახლა ჩვენს კორესპონდენტ ნოდარ ჩაჩუას ვხვდავთ პირდაპირ ეთერში. ნოდარ, კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა დღეს ბრიფინგზე? დიახ, კამპანია ეს შეგეხებაში შემავალმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გააკეთეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და კერძოდ კი პარლამენტის მზაობასთან დაკავშირებით, ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი მზად არის მიიღოს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მასტქერისა და მასტოფერის პრინციპი, ანუ ის პრინციპები, რომელსაც დაახლოებით 2 თვის განმავლობაში კამპანია ეს შეგეხებას ფარგლებში შემავალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, უფრო კონკრეტულად თუ რა შეფასებას გააკეთებს კამპანია ეს შეგეხება არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციების თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. თამარ, მოგესალმებით, რომ გითხრათ, როგორ აფასებს კამპანია ეს შეგეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას? მოგესალმებით, ჩვენ რაც მოვისმინეთ განცხადებიდან ეს სრულად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნას მასტქერის და მასტ-ოფერის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, პროპორციულად ადეკვატურად აისახება უკვე კანონპროექტში და თან იმედი გვაქვს, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად გაკეთდება. რა თქმა უნდა, მივესალმებით კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან პოზიტიურია ამ ნაბიჯის გადმოდმა ხელისუფლების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შეუწყობს ხელს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო პერიოდში. და რაც შეეხება თავად კანონპროექტს, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მზად გაქვთ კანონპროექტი ეგრეთ წოდებულ მასტქერთან და მასტოფერთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ანუ იქნება იხელმძღვანელებს თქვენ პარლამენტი თქვენი კანონპროექტი თუ არ არის ეს? ჩვენთვის ეს დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენ პარლამენტს მივმართეთ 7 მაისს საკანონმდებლო წინადადებით, სადაც მათ შორის სხვა საკითხებთან ერთად ეს თემებიც იყო ასახული. მუხლები არის ფორმულირებული და არის პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ისარგებლებს ამ საკანონმდებლო წინადადებით ამ ცვლილების გატარების პერიოდში. თუმცა დეტალები ჩვენთვის არ არის ცნობილი. ჩვენ დღეს საინფორმაციოდან გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ რამე სხვა კომუნიკაცია არ გვქონია. ძალიან დიდი მადლობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში კამპანია ეს შეგეხებას სახელით. მე შეგახსენებთ, რომ დღეს დავით ბაქრაძემ უკვე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი მზად არის მიიღოს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მასტქერისა და მასტოფერის პრინციპი და რის შედეგადაც უკვე ვალდებულება ექნება ყველა საკაბელო ტელევიზიას ეთერში, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეთერში ჩართონ ყველა ტელევიზია. მადლობა ნოდარ, ეს ნოდარ